მე ისევე როგორც ბევრ თქვენგანს უფიქრია თემაზე, საკუთარ თავთან მიმსჯელია მე თემაზე, რას ვუტოვებ საკუთარ შვილებს, ჩემს შვილებს. ცხადია რომ არავით არის სურვილი არ მაქვს რომ დაუტოვო პირობითად ლაპარაკობ რაღაც 17 ბინა ან 57 ავტომობილი როგორც ზოგიერთ შინოსანს. მაგრამ პრინციპში მინდა რა საკვირველია შესაძლებლობის ფარგლებში ვუტოვებ ალბათ სწორე სიტყვა, მართებული სიტყვა, რომ თითოეულ მათგანს კონდეს თითო ბინა, რაღაც თითო ავტომობილი, რაღაც საერთო აგარაკი. მეტნაკლებად ისინი უზრუნველყოფილები იყვნენ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ყველაფერს კანონის ფარგლებში. გასაკვირველია გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოვახერხო, ჩემს დარჩენილ წლებში 42 სახალ გაახლავარ და თქვა 40 დარჩენილ 48 წელიწადში ასლამდე თუ მივახციე და კარგი იქნება რომ მივახციე. მაგრამ ფაქტი ჯიუტია რომ მე ისევე როგორც ბევრი თქვენგანი საკუთარ თავზე ნაკლებად ვსაუბრობ ახლა, მე ისევე როგორც ბევრი თქვენგანი წლიდან წლამდე ღარიბდებით. ნაკლებიდან ნაკლები შემოსავალი გვაქვს. არა, იმიტომ რომ თქვა ხელფასი მცირდება, თუმცა ხელფასიც მცირდება, შემოსავალი მცირდება, არამედ იმიტომაც რომ ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში საკმაოზე მაღალია და თუ რამ უკანონო შემოსავალი, ან გვერდითი შემოსავალი, ან მეორე მხრივ უკანონო შემოსავალი არ გაქვს, შესაბამისად უფრო მეც თანხაში უფრო მეც ხარჯავ თუ პირობითად ვლაპარაკობ რაღაც ბავშვის საჩუქარში, დურბინში, გაჩვენებთ. ხარჯავდით პირობითად გავხარჯავდით რაღაც 10 ლარს, ეხლა უნდა გავხარჯოთ რაღაც 12 ლარი, 20%-იანი. ეს არ არის გარდაუვალ აუცილებელი ბავშვისთვის, მაგრამ განვითარებისთვის რატომაც არა შეიძლება ეს და ასე მაგალითად ცხენიც, რომელიც საოცარი ფასი იღებს, ესეც იყიდო. პირველადი მოხმარების პროდუქცია ხომ ზვირდება და ზვირდება. ჩვენც შესაბამისად ღარიბდებით მეთქი, უმრავლესობა ჩვენგანი, მე აქ ნათია თურნავას არ გულისხმობ, რომელსაც 10%-ით მეტი ხელზე ასაღები თანხა ეკნება, თუ არ ვცდები 40-დან 41,000-მდე თუ 41-დან 42,000-მდე მიიღებს თვის განმავლობაში, შესანიშნავი ხელფასია. ისე როგორც შესანიშნავი ხელფასი აქვს მაგალითად მარეგულირებელი კომისიის, სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს, ასე მაგალითად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს და თავმჯდომარეს ბატონ ბექაურს მით უფრო მას გარდა ამისა აქვს თავისი ბიზნესი. ორი ნაბიჯის ქსელის ერთ-ერთი თანამფლობელია 33% და ბოლო 4 წელიწადში მისი შემოსავალი სწორედ ორი ნაბიჯის ქსელიდან ხელფასს არ გულისხმობ კომკომიდან, გულისხმობ სწორედაც რომ ორი ნაბიჯიდან შემოსავალი მოგება იყო 48 მილიონი ლარი. მოკლედ ბექაური დიდრდება, თურნავაც დიდრდება, ტაბლიაშვილი და თქვენ ღარიბდებით ყოველთვიურად თუ ყოველწლიურად და გაგიკვირდებათ და ეხლა ერთ უცნაურ ადამიანს ვახსენებ, რომელიც იმ სწორედაც რომ ბექაურის კლასტერში, ბექაურის გუნდში არ ხვდება, ეს არის ივანიშვილი ბიძინა, რომელიც უფრო ჩვენს ჯგუფშია, ჩვენს კლასტერშია, ასე ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილიც კი ღარიბდება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ზრუნავს ჩემგან განსხვავებით, რომ თითო ბინა კი არ დაუტოვოს საკუთარ 4 შვილს ან ოჯახის წევრებს. არამედ დაუტოვოს რაღაც 30, 40 ბინა, აგარაკები, ბიზნესები, ბევრი და ბევრი ფული, რომ მათ საშვილიშვილოდ და კიდევ უფრო იქით, კიდევ 100 წლეულები იცხოვრონ უზრუნველად, ყოველგვარი რაღაც ზედმეტი ძალისხმების მიმართვის, შრომისა და ზედმეტი ძალისხმების მიმართვის გარეშე, რომც არის შრობონ, ანუ ბიძინა ივანიშვილი ამაზე ბუნებრივია ნერვიულობს, თუ მე დავკარგავ, თუ კარგავ, ესე ვილაპარაკოთ, წლიდან წლამდე პირობითად ვლაპარაკობ, ცხადია, ვთქვათ 4,000 ლარს, ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის განმავლობაში რის 4,000 და რა 40,000 და რა 400,000 და რა 4 მილიონი და რა 400 მილიონი, წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა არც მეტი არც ნაკლები 4 მილიარდი დოლარი 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე. ახლა მისი ქონება 3,6 მილიარდ დოლარად, ანუ 3 მილიარდ და 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ასე თუ გააგრძელა, ხო, მომავალი წლის დეკემბრისთვის მინუსებში გადავა ბიძინა ივანიშვილი მეთქი, -400 მილიონი ექნება. ცხადია, ასე არ არის. ცხადია, აქ ვლაპარაკობთ მარტო ეგრეთ წოდებულ გაპრავებულ შემოსავალზე, გაპრავებულ ქონებაზე, ესე ვიტყვი, ბუნებრივია, რომ
მაღალი ალბათობით მოდი ასე ვიტყვი, აქვს ან ექნება ეგრეთ წოდებული შავი ფულიც, ის ფული, რომელიც ბლუმბერგის მიერ აღრიცხული არ არის, მაგრამ ეს ტენდენციაზე კი მიგვანიშნებს თუ მისი კანონიერი, რეგისტრირებული თუ დეკლარირებული უძრავი და მოძრავი ქონებიდან მან დაკარგა 4 მილიარდი ერთი წლის განმავლობაში, სულად ქონია ბიზნა ივანიშვილის საქმე და ბუნებრივია რომ სანერვიულოდ ქონია, მეც ნერვიულობ იმას ვღელავ იმაზე რომ ნაკლები შემოსავალი მაქვს წლიდან წლამდე და წარმოიდგინეთ და კარგავ თანხას და წარმოიდგინეთ როგორ ნერვიულობს და როგორ ღელავს ბიზნა ივანიშვილი, როცა ის კარგავს და აღმოჩნდა რომ დაკარგული აქვს სულ რაღაც კი არა სწორედაც რომ 4 მილიარდი დოლარი ბიზნა ივანიშვილის ეს პრობლემაა რასაკვირველი. 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი დაასანქცია, როგორც დეპარტამენტი განმარტავდა, მისი სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. ამბავის ის არის, რომ ბიზნა ივანიშვილი ღელავს რა, ახლა ყველაზე უფრო არაადეკვატური უკვე არის და მომავალში მით უფრო არაადეკვატური იქნება, იმიტომ რომ მას გონია, რომ თუ ხელფეხს მოიქნებს ომის სამართოდ და თუ კიდევ უფრო გადაძაბავს ურთიერთობას დასავლეთთან, ამის შედეგად დასავლეთი უკან დაიხევს და ამ დაკარგული 4 მილიარდი დოლარიდან გარკვეულ ნაწილს 600 მილიონს ან 700 მილიონს ან 1 მილიარდს ან მილიარდ ნახევარს როგორღაც დაიბრუნებს ან დააბრუნებინებს კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც მისეული გაგებით მას ებრძვის. არადა ბიზნეს ვერ გაუგია და რეალურად კი ასეა, რომ რაც უფრო მეტად შევა ბიზნა ივანიშვილი დაპირისპირებაში დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუციებთან, დასავლეთის მთავრობებთან, დასავლეთთან ზოგადად, აგრეთვე საბანკო სექტორთან, რომელმაც მისი აზრით ის გააღატაკა ნაწილობრივ მაინც, თუმცა პირველ ყოვლისა გააღატაკა მისეული გაგებით deep state-მა და გლობალური ომის პარტიამ, რაც უფრო შევა დაპირისპირებაში, ეს კოლექტიური დასავლეთი მას მოგუდავსში რა იგულისხმება. იმის კი არ იგულისხმება, რომ ბიზნა ივანიშვილი მართლა რაღაც ჩვენ სავით 4000 და 5000 ლარს გამოეკიდება ყოველთვიურად და საბანკო ვალდებულებები ექნება, რომლებსაც ან დაფარავს, ან ვერა, თუმცა ასეთი შეიძლება მოხდეს, მოგუდავში იგულისხმება ის, რომ იმ 4 კი არა უკვე 3.6 მილიარდი დოლარიდან, რომელიც მას აქვს და აქედან უძრავი ქონება არის ძალიან დიდი რაოდენობის, ამ 3.5 მილიარდი დოლარიდან არის დაახლოებით 3 მილიარდის თუ მეტის არა უძრავი ქონება, უძრავი და მოძრავი ქონება, ასე გეტყვით, რაც შორის ვთქვათ მისი კოლექცია ტილოებისა და მათ შორის ის ქონება, რომელიც მას აქვს ქვეყნის მას ჯერაც აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ ქონებების ლიკვიდური ფასი იქნება შედარებით დაბალი, იმიტომ რომ პირს რომელიცაც ასანქცირებენ, პირს რომელიც ესეთი დარტყმის ბჭყალებში სუბიექტი თუ ობიექტია დასავლეთის მხრიდან, ეს პირი ვერ გაყიდის ასე მაგალითად იმ ფასად ყოველ შემთხვევაში რა ფასადაც უნდა რომ გაყიდოს, ან ღირს ეს ნახატი მაგალითად პიკასოს დორა მარი კატით, რომელიც მან თავის დროზე 2000 წლების დასაწყისში 102 თუ 103 მილიონ დოლარად შეიძინა და ახლა ბუნებრივია რომ პიკასოს ეს შედევრი 103 მილიონის ღირს და პირობითად 206 მილიონიც და ბიზნა ივანიშვილმა რომ მოინდომოს მოცილება მისი, მას ამის შესაძლებლობა ამ ნახატის მოცილება და ქეში ფულის აღება, ესე ვიტყვი, ანგარიშზე ამ თანხის დასმა, მაგალითად, რაღაც 200 მილიონისა, ბუნებრივია რომ ის 50-60 მილიონზე მეტი არ ეღირება, იმიტომ კი არა რომ პიკასო 200 მილიონი არ ღირს, არამედ იმიტომ რომ ამ გვარ პირს, რომელიც დასანქცირებული არის, ამ გვარი პირისაგან საერთოდ თუ შეიძენენ, ესეც საკითხავია, და თუ შეიძენენ, ბევრად ნაკლებ ფასად შეიძენენ. რომ დაუბრუნდეთ იმ თემას, რასაც შვილებისათვის ქონების დაკატოების აუცილებლობა ქვია, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშე არის, ბევრი ჩვენგანისთვის არის ეს ან ამგვარი ეგზისტენციური არჩევანი თუ ამგვარი არჩევანი, ამგვარი სურვილი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის ნამდვილად აქვს. წარმოიდგინეთ მის მასშტაბებში რა კატასტროფა ხდება, ეს არის გაცილებით დიდი 4 მილიარდის დაკარგვა, გაცილებით დიდი სანერვიულოა მისთვის, ვიდრე ჩვენთვის არის, მაგალითად ვლაპარაკობ 4000 თუ 400 თუნდაც 400 ლარის დაკარგვა, თუნდაც 40000 ლარის დაკარგვა, თუ რომელიმე ჩვენგანს ამგვარი თანხა გააჩნია. რასაკვირველია, ბიზნა ივანიშვილი ამის გამო აღელვებულია და ბიზნა ივანიშვილი კვლავ ვიმეორებ გადაძაბავს ურთიერთობას დასავლეთთან, ხელფეხს ომის სამართოდ იქნებს. არადა, მას რომ ნორმალური რჩეველი ჰყავდეს გარშემო და არ ემსახურებოდნენ რუსები და მეტწილად ამ რუსებიდან კი არა, ყველა რუსი აბსოლუტურად FSB-ს
აგენტია ისინი ურჩევდნენ შემდეგს დაახლოებით, რომ ახლა სწორედაც რომ უკან დახევის, დასავლეთთან რბილ-თბილად ურთიერთობის დალაგების დრო დადგა, რუსები რომ არ იყვნენ და იყვნენ მაგალითად ფრანგები, ამერიკელები თუ არ ვიცი, ბრიტანელები, მისი მრჩევლები, გერმანელები, ახლა დასავლეთთან ურთიერთობის დაართბობის დრო დადგა და იქნება ამან განაპირობოს ის, რომ 2026 წლის მისრულს, როცა ბლუმბერგი დაითვლის მის უძრავ-მოძრავ ქონებას, იქნება არა 3 მილიარდი ნახევარი, 3 მილიარდი 600 მილიონი, არამედ იქნება პირობითად ლაპარაკობ 4 მილიარდი თუ 4.5 მილიარდი, ანუ გაიზრდება მისი ფასის ხოლმე შორის. ხმები იმის თაობაზე, ან აზრი იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი საკუთარივე გუნდის წევრებისაგან, მოქმედებისაგან და ყოფილებისაგან გარკვეული თანხის მიღებას ითხოვს, გარკვეული თანხის ამოღებას ითხოვს. ილუაშვილისგან, ღარიბაშვილისგან შესაძლოდ აგვარია კალაძისაგან და სხვებისაგან და ეს ყველაფერი უნდა მივიდეს მის სალაროში, მის ჩემოდანში უნდა მოთავსდეს ეს თანხა, ქეშის პრობლემა რასაკვირველია მას აქვს. ეს ხმები სავსებით საფუძვლიანია. ხდიახ, ბიზინა ივანიშვილმა აკეთებინა ფული, მაგრამ როდესაც ზედმეტზე ზედმეტი მოუვიდათ როგორც მოქმედ, ისე ყოფილ თანამდებობის პირებს, ბიზინა ივანიშვილმა მოითხოვა ამ გაკეთებული ფულის უკან დაბრუნება. ბაჩიაშვილთან მიმართებაშიც ასეა. რეალურად ბაჩიაშვილი ბრალეულია თუ არა, დამნაშავეა თუ არა, ბაჩიაშვილს ბიზინას გაგებით ყოველ შემთხვევაში ბიზინამ გააკეთებინა ფული. ბაჩიაშვილმა იყიდა ის ბიტკოინები, ბიტკოინის ფასი იზრდებოდა და იზრდება. ბაჩიაშვილი ცფრიად გამდიდრდა და ძალიან ვამარტივებ ცხადია, მაგრამ ბაჩიაშვილისგან ახლა თანხის პროცენტებით კი არა, აი იმ რაოდენობის ბიტკოინის დაბრუნებას ითხოვენ, ასე გეტყვით, რომელიც მან შეისყიდა თავდაპირველი სესხისგან თუ ფულის გადაცემის შედეგად ქართულ ჯგუფისაგან თუ ქართულ ბანკისაგან. ალბათონი ხაინდრავასაგან, რომელშიც ბიზინა ივანიშვილი ჩარეული ხო ერთი ხანობა და ბიზინა ივანიშვილი თუ იმ აუდიო ჩანაწერების ავთენტურობას მივაქცევთ ყურადღებას კი არა გავითვალისწინებთ, აზრზე არ არის საერთოდაც აი ყოველ შემთხვევაში რაღაც წარმოდგენაც, ზედაპირული წარმოდგენაც კი არა აქვს იმ ხანად ყოველ შემთხვევაში რა არის ბიტკოინი და რამდენად აუცილებელია მასში ინვესტიციის განხორციელება. ითხოვენ, არ რიცხვებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ 10 ბიტკოინი იყიდა ბაჩიაშვილმა იმ ფულით, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა თუ სესხად ან სესხის გარეშე საჩუქრად ბიზნესად გადასცა, ხო, ახლა იმ 10 ბიტკოინის 10 პირობითი ერთეულია ცხადია ბიტკოინის ფასი არის რაღაც 50 ჯერ თუ 78 ჯერ მეტი და შესაბამისად რაღაც 120.000 გადავავეწოთ თუ გნებავთ რა ღირს ერთი ბიტკოინი მოცემულ ეტაპზე ცხადია მე არ ვინტერესდები ხოლმე, მაგრამ ახლა გადავამოწმებ თქვენის ნებართვით ბიტკოინ price, როდესაც ვნახულობთ, ვაიმე ბიტკოინის ფასი ყოფილა 225.000, 226.000 ლარი, შესაბამისად რომ 226.000 ლარი ყოფილი 2.7-ზე არის 87.000 დოლარი, არა გაცილებით მეტი ღირდა 125.000 დოლარამდე, მაგრამ ახლა ცოტა ჩავარდნილია ფასი, მაგრამ მაინც 120.000 რო ღირდა წარმოიდგინეთ ის, რაც მანამდე ბაჩიაშვილმა როცა შეიძინა ბიტკოინები ბიზნეს მიერ მიცემული თანხით ღირდა პირობითად ლაპარაკობ 20.000, უნებრივია რომ ბიზინა ივანიშვილს ეს წარმოიდგინეთ რამდენი პროცენტით 6 ჯერ გაზრდილი თანხის დაბრუნება უნდა თანხად ასე ვიტყვი. ბაჩიაშვილი მისცემს თუ არ მისცემს ამ ბიტკოინების ეგრეთ წოდებულ პასპორტს ან მარტივად ცხადია. ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა, მაგალი ალბათობით არ მისცემს, ან ესე მარტივადაც არ იქნება გადაცემა, საერთოდ აქვს თუ არა ეს რაოდენობა ბიტკოინებისა ბაჩიაშვილს ეს ცალკე თემაა. მოკლედ ბიზინა ითხოვს ტიპებისაგან, რომლებსაც ფული აშოვლინა, კორუფციული სქემებით და არა კორუფციული სქემებით, მეტი და მეტი თანხის დაბრუნებას და მიღებას, იმიტომ რომ მან მისცა შესაძლებლობა ფულის გაკეთებისა კალაძეს და ბაჩიაშვილს, ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს, მიქაუტეზას არა რიჟვაძეს, სხვებს და მოკლედ სხვა თანამდებობის პირებსაც, რომელსაც ცხადია ბევრს მიადგება დროთა განმავლობაში, რომ იქნება და ეს 3.6 მილიარდი რაც აქვს, იქნება და ეს თანხა გაეზარდოს მომავალი წლის ბოლოსათვის, მაგრამ ეს არ არის, მე ახსნა მინდა კარგად, ეს არ არის გამოსავალი ამ დინამიკით თუ ივლის ბიზინა ივანიშვილი, რაც არ უნდა ხლაფორთები გააკეთოს აქ, რაც არ უნდა შავი ფული შემოუვიდეს მას სალაროში, პერსონალურ სალარო ჩემოდანში, რაც არ უნდა ბევრი ფული ამოიღოს ღარიბაშვილისაგან, კალაძისაგან, მიქაუტაძისაგან, ილუაშვილისაგან და სხვებისაგან, რაც არ უნდა ფეხებით არაპირდაპირ მნიშვნელობით დაკიდონ ბაჩიაშვილი და გამოვართვარის ჯადო პასპორტი, რომელიც მას აქვს, კვლავ ვიმეორებ, ვამარტივებ ამ ყველაფერს, ბიზინა ივანიშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ
ვერ მიიღებს იმ შემოსავალს, ვერ დაუბრუნდება იმ საწყის მდგომარეობას, რა საწყის მდგომარეობაშიც ის იყო, არ ვიცი, პირობითად 10 წლის წინ, ან რაღაც 15 წლის წინ, თუმცა მას ბევრი და ბევრად მეტი როგორც შავი, ისე თეთრი ფული, როგორც კანონიერი, ისე უკანონო ფული ჰქვია. თუ მას უნდა მაინც და მაინც გარკვეული საკუთარი მდგომარეობის გამოსწორ დასტაბილურება და ასე თავქვედაღმართში სიარული ვარდნილ ხესივით, ვარდნილ ბიზნესავით ჩეხვა თუ არ უნდა უფსკრულში, მან ურთიერთობა უნდა როგორღაც მოახერხოს და დაალაგოს დასავლეთთან, ხოლო ამის შედეგად ის უზრუნველყოფს საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს და შვილთაშვილებს და კიდე იმათ შვილებს და ასე შემდეგ სტაბილური იმ ქონებითა და შემოსავალით, რომელიც მათ 10 წლეულები თუ 100 წლეულები არა 100 წლეულები დაგითხრათ, მაგრამ 10 წლეულები ნამდვილად ეყოფა, მაგრამ იქნება და უკვე ვეღარც მოახერხოს ეს ყველაფერი და ამას შესანიშნავად ხდება, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა იქნება და გადაკვეთა წითელი ხაზები, წითელი ხაზები გადაკვეთა, ბიზინა ივანიშვილი აღმოჩნდა აქ, როცა შეეძლო რომ ყოფილიყო აქ და აქ არის უკვე წითელ ხაზ გადაკვეთილია დასავლეთისთვის და შესაბამისად არის კეთროვანი. ასე რომ ჩვენს გვიჭირს საკვირველია, ჩვენს მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მისთვის ეს მდგომარეობა, რა მდგომარეობაში 4 მილიარდს რო კარგავ წარმოიდგინეთ წლის განმავლობაში, მისთვის ეს მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენთვის ის მდგომარეობა, რომელშიც მისი გამოისობით აღმოჩნდით ცხადია ჩვენს გვინდა მეტი და მეტი შემოსავალი, ოღონდ კანონიერი, ჩვენ კოლ-ცენტრები არ აქვს, არა მე არ ვამბობ იმას, რომ ბიზნეს მაინც და მაინც აქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ კოლ-ცენტრი არის გახსნილი პატარ-პატარები და დიდები, ყოველ ვუტრინებ ცხადია, ყოველ მეორე სახლში. ნახვამდის.